საქართველოს პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაბელაშვილის პირველ საერთაშორისო მასშტაბის გამოსვლას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომათა დარბაზიდან თავად მე-6 პრეზიდენტი წარმატებულად აფასებს. შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში თქვა, რომ გაეროს ტრიბუნიდან სწორად ისაუბრა და საქართველო ღირსეულად წარადგინა. აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თბილი მისალმებისას მას საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვისკენ მოუწოდა და რომ ახლა ტრამპის ზარს ელის, რისი დაპირებაც მისივე თქმით თავად დონალდ ტრამპისგან მიიღო. საქართველოს სწორგზაზე დგას ის გზავნილები, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერდა, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ღირებულებებს, რომელიც ის შეეხო, ჩვენ ბოლო წლებია პრინციპში ამ პრინციპებს ვიცავთ, მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა, რა თქმა უნდა, მასთან მისალმება ჰქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, მან გამიმეორა, დიახ, მიხედავს ამ საკითხს, შემდეგ მე კიდევ გავიმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება და დაველოდოთ მის პასუხს. რუსული ნარატივები ზოგად მშვიდობაზე და კვაზი ტრადიციული ღირებულებები. ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეროში მიხეილ ყაბელაშვილის სიტყვით გამოსვლას. მათი თქმით, ყველაზე სამწუხარო მის გამოსვლაში საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის როგორც ოკუპანტის ვერ ან უარეს შემთხვევაში არხსენება იყო. რუსეთის არხსენება არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის ძირის გამოთვლის მიზნით და იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ის მხარდაჭერა, რომელიც წლების მანძილზე დასავლეთზე იდგა, იქნას შესუსტებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესია და სწორედ კრემლის ინტერესებით ახსნი მე მათ შორის ყაბელაშვილის ამ განცხადებასაც. ჩვენთვის ის არალეგიტიმური გახლავთ, მაგრამ ზოგადად ის წარმოადგენს საქართველოს ესე არის ფორმალურად მიტაცებული აქვს ძალაუფლება ამას ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანი არასოდეს არ ახსენებს თავარ საფრთხეს, რომელიც არის არა მხოლოდ საერთაშორისო თვალსაზრისით მშვიდობისთვის, არამედ ჩვენ რეგიონში მშვიდობისთვის. ის მუდმივად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც აშკარად მოდის არა რუსეთიდან, არამედ როგორც შანს ავრცელებს ხომ ისე რუსულ ნარატივებს, რომ თითქოს და სხვა აქტორები და მათ შორის დასავლეთი არის ხომ დამნაშავე იმაში, რომ ამ რეგიონში მიდის ხომ სამომავლო მოქმედებები და რუსეთის ახსენება არის უბრალოდ თავარი გეოპოლიტიკური ფაქტის დამალვა, თუ რა არის საფრთხე მშვიდობის უკრაინაში, რა არის საფრთხე მშვიდობის საქართველოში. თავიდანვე ვთქვით და მოლოდინი მქონდა, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ჩამოიტანდა მისი ვიზიტიდან. მოლოდინი მქონდა, რომ ფოტოებს ჩამოიტანდა, მაგრამ სამწუხაროდ ფოტოებიც ვერ ჩამოიტანა ამ ვიზიტიდან. შინაარსზე სათქმელი არაფერი არ არის. ეს საქართველოს სასარგებლოდ ვერ იმუშავებს ვერც ერთი მისი განცხადება სამწუხაროდ. 6-დღიანი ვიზიტისას ნიუ-იორკში ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდა. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.